მოკლედ ვიწყებთ ნომერ მეორე საგამოცდო მარშრუტს საჩხერეში, ეს არის ახალი მარშრუტი. დღეს არის 21 ივლისი 2026 წელი. გამოვედით მომსახურების სააგენტოდან თავისუფლად, რადგან მარცხენა ზოლიდან არავინ არ მოდიოდა. ამიტომ გაუჩერებლად გამოვედით. შეგახსენებთ, ჩვენ ვართ ავტოსკოლა საჩხერეში, თბილისში და თელავში. ჩვენი ავტოსკოლა თბილისში მოგამზადებთ ნებისმიერი საგამოცდო ქალაქისთვის. ასევე ჩვენი ინსტრუქტორები არიან საჩხერეში. ლაშა ღუღუნიშვილი, ზაზა ცერცვაძე, ირმა ბოჭოიძე. ჩვენი ავტოსკოლის ხელმძღვანელი თელავში არის ედი პაპაშვილი. მე გახლავართ მიხეილ აბრამიშვილი, ვიდეოს ვიღებ ლაშა ღუღუნიშვილთან ერთად. საჩხერის ნომერ მეორე საგამოცდო მარშრუტია, რომელიც უკვე ხვალიდან შევა ძალაში, 22 ივლისიდან 2026 წლის. 70-იან მონაკვეთში ვართ. გზაც არიელია, აუცილებლად მოძრაობთ მაქსიმალური სიჩქარით. მოკლედ 70-იან მონაკვეთში ვიმყოფებით. აი ეს გამსწრები მანქანები მეგობრებო არ გამოგვეპაროს რა. პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ, თუ რამე შეფერხება არა გაქვთ, მაქსიმალური სიჩქარით იმოძრავეთ. დაუშვათ მოძრაობთ მაქსიმალური სიჩქარით და მარცხენა ზოლში, ეს არის ერთზოლიანი მონაკვეთი, მარცხენა ზოლი არის საპირისპირო ზოლი, ხო? მარცხენა ზოლში თქვენი გასწრების მიზნით თუ მანქანა არის გადასული, თქვენ ვალდებული ხართ რომ შეანელოთ და მიცეთ მას საშუალება დროულად დაბრუნდეს მარჯვენა ზოლში. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ სწორ გზაზე მოძრაობთ, აუცილებლად შიგადაშიგ ეტაპობრივად უпроსტად სისტემატიურად ამოწმეთ ხოლმე შუა და მარცხენა სარკე, რომ გამსწრები მანქანა არ გამოგეპაროს. უახლოვდებით 60-იან მონაკვეთს. შევედით 60-იან მონაკვეთში. მემზადებით უნდა შევიდეთ ქალაქში, მალე. მეგობრებო, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ავტოსკოლას თბილისში შემუშავებული აქვს სპეციალური გზები, ზუსტად ანალოგიური იმ საგამოცდო ქალაქის მიხედვით, რომელ ქალაქშიც თქვენ აბარებთ გამოცდას. ჩვენ სხვადასხვა ლოკაციები გვაქვს, ვინც საჩხერეში აბარებს, იმისთვის სხვა ლოკაციები გვაქვს და ძალიან მსგავსი საჩხერესთან დაკავშირებულია, ვინც თელავში აბარებს, ასევე თელავისთვის მსგავსი, რუსთავისთვის, გორისთვის, ფოთისთვის, სხვათა შორის ფოთში ეხლა მალე ვესტურები და ფოთიდანაც სიახლეებს შემოგთავაზებთ. ასე რომ დაგვიკავშირდით თბილისში, ვინც ცხოვრობთ და მოგამზადებთ ზუსტად ანალოგიურ გზებზე, რაც გვაქვს იმ ქალაქში, სადაც თქვენ აბარებთ გამოცდას. აქ გზა არის დაზიანებული, ამიტომ ნელა გადავივლით, ჩვენ ზოლშივე გავივლით, აი ეს ერბილად. რომ გავწდებით დაზიანებულ მონაკვეთს, დროულად უნდა ავაჩქაროთ. შევდივართ 50-იან მონაკვეთში. აქ 70 წერია, მაგრამ მიაქცევთ ყურადღებას, აი 50-იანი მონაკვეთი, რომელსაც მარტო 5-იანი ეთყობა, მაგრამ მივხვდებით რომ 50-იანი მონაკვეთია. მარჯვენა ზოლში შემოვედი ამ ეტაპზე და მარცხენა ღერძულა ხაზთან ახლოს მოძრაობთ. 500 მეტრში მოუხვიე მარჯვნივ გვეუბნება კომპიუტერი, ეს ნიშნავს იმას, რომ მოძრაობას ვაგრძელებთ პირდაპირ ამ შემთხვევაში. შევანელებთ, იმიტომ რომ გზაზეც უკვე გადადის, უსაფრთხოდ უნდა გაუვაროთ. აი ამ მონაკვეთში იყავით ძალიან ყურადღებით. აქ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ დისტანცია და დისტანციასთან დაკავშირებული სიჩქარე. ნახეთ, ჩვენ ვიცით, რომ 1 მეტრზე ნაკლებ დისტანციაზე გავლა შეგვიძლია იმ შემთხვევაში, ოღონდ არანაკლებ 9 მეტრზე გავლა შეგვიძლია თუ ჩვენი სიჩქარე არ აღემატება 20-ს. ანუ 20-ით დაახლოებით 1 მეტრზე ნაკლებ დისტანციაზე შეგვიძლია გავიაროთ. ოღონდ ხაზს უსვავ არანაკლებ 9 მეტრზე. 9 მეტრზე ნაკლებ დისტანციაზე ფიზიკურად აღარ გავდივართ. 20-ზე მაღალი სიჩქარის შემთხვევაში დისტანცია უნდა იყოს უკვე მინიმუმ 1 მეტრი. მოკლედ მალე მოუხვიე მარჯვნივ, ამასობაში მოუახლოვდით ხიდს და ძალიან ყურადღებით იყავით. ეხლა აქ გვაქვს ქვეითთა გადასასვლელი.
რომელიც დახაზული არ არის, ნიშანის ხეებშია დამალული, ყურადღებით უნდა ვიყოთ. ხიდზე მაქსიმალური სიჩქარე გვაქვს 25. შემოვდივართ ხიდზე. უკიდურესად მარჯვენა ზოლში და წრეზე მოუხვიე მარცხნივ და კიდევ მოუხვიე მარცხნივ გვეუბნება. ჩავრთეთ აქ მარცხენა ციმციმა. გადმოვედით მარცხენა ზოლში. ქვეითთა გადასასვლელი გვაქვს აქაც. დათმობის ვალდებულება გვაქვს წრეულ მოძრაობაზე. გავიხედე მარჯვნივ, მარცხნივ ბოდიში არავინ არ მოდის, შევედი წრეზე, უკვე მაქვს მოძრაობის უპირატესობა, ეს თეთრი მანქანა ვალდებულია უკვე მე და მელოდოს, რადგან მე წრეზე მოძრაობ, აუცილებლად წრეზე მარცხენა მხარეს ვდგავარ, არავითარ შემთხვევაში მარჯვნივ არ გადავდივარ და მარცხენა ღერძულა ხაზს მივუყვები ხიდზე. აუხვიე მარცხნივ. ჩავრთეთ მარცხენა ციმციმა. ქვეითთა გადასასვლელია. ყურადღებით გავიხედოთ, გამოვიხედოთ ზებრაზე. ეს მარშრუტები ჯერ რა თქმა უნდა, ამ მარშრუტების ჯერ გამოსთა არ ჩაბარებულა. ეს ჩვენ ვიღებთ ამას წინსრებით. შეიძლება რამე დაუშვათ თუ იქნება ესეთი დასახვეწი, ამას მალე გავარკვევთ კიდე ყველაფერს და ახალ ვიდეოს შემოგთავაზებთ თუ ამის საჭიროება იქნება. ეხლა ამ ეტაპზე ეს გამოგადგებათ, რომ შეიქმნათ წარმოსახვა, მაგრამ ერთიც იცოდეთ, რომ ეს მარშრუტები, გავაგრძელებ ამ თემას, აქ აუცილებლად 300 მეტრში მოუხვიე მარცხნივ გვეუბნება და აუცილებლად მარცხენა ღერძულა ხაზთან მოძრაობთ. შევდივართ მარცხენა ზოლში. მალე მოუხვიე მარცხნივ და კიდევ მოუხვიე მარცხნივ. უნდა მოუბრუნდეთ. მოbrunების მომენტში აუცილებლად ნელა შევდივართ, ვიხედებით მარჯვნივ ვაკვირდებით, არავინ არ მოდის, შესაბამისად აღარ გავჩერდები და უნდა მოუხვიოთ უკიდურესად მარცხენა ზოლში. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს დაბრკოლება. ამ შემთხვევაში უფლება გვაქვს, რომ გადავიდეთ, არა გავიდა ეს დაბრკოლება, გააგრძელა მოძრაობა, მოკლედ, თორე შეგვეძლო რომ მარჯვენა ზოლიდან შემოგვევლო და ისევ დაბრუნებულიყავით მარცხენა ზოლში. მალე წრეზე მოუხვიე მარცხნივ. აი ამ წრეზე ჩვენ გვაქვს მეგობრებო შესვლის უპირატესობა, მაგრამ გასვლის დროს გვაქვს დათმობის ვალდებულება. წრეზე რომ მოუხვევთ თქვენ ახლა აქ მარცხენა ციმციმა გექნებათ ჩართული, ეს უნდა გათიშოთ აუცილებლად მარცხენა ციმციმა, გაიხედოთ მარჯვნივ, მარჯვნიდან ვინც მოდის უნდა გავატაროთ, ციმციმა გავთიშოთ ლაშახასწავლებელო და გათიშული ციმციმით გავაგრძელოთ მოძრაობა პირდაპირ. ციმციმა არ დატოვოთ ჩართული, თორე ეგ ნიშნავს რომ წრეზე ისევ მარცხნივ ბრუნდებით, რასაც ალბათ ჩაგვიტვლიან შეცდომაში. აქ უკვე დისტანციებს მივაქციოთ ყურადღება. აქ ვერ ვიკავოთ დისტანციას, ამიტომ ჩავრთეთ მარცხენა ციმციმა, სარკე ფანჯარა და გადავედით მარცხენა ზოლში, შემდეგ ისევ მარჯვენა ციმციმა და დავბრუნდით ჩვენ ზოლში. წრეზე მოუხვიე მარცხნივ და კიდე მოუხვიე მარცხნივ. ანუ მეგობრებო, აქ აუცილებლად მარცხენა მხრიდან შედით წრეზე. მარცხენა მხარეს აუცილებლად, რადგან აქაც ბრუნდებით უკან, ხო? წრეზე მოძრაობ და უპირატესობა გვაქვს, მარჯვნივ უსაფრთხოებისთვის რა თქმა უნდა გავიხედავთ, მაგრამ იცოდეთ რომ ჩვენი გზა არის. უპირატესობით მოძრაობთ. მაგრამ რო დაინახავთ რომ ეხლა მანქანა წამოვიდა ჩვენი გზა თუ ეს იმას არ ნიშნავს რომ მანქანა თუ მოდის და არ გვითხოვს, ამ დროს ჩვენ ვართ ვალდებულები რომ უსაფრთხოება ჩვენვე დავიცვათ და თუ შესანელებელია თუ გასაჩერებელია, კი ბატონო, უნდა გავაჩეროთ იმ შემთხვევაში თუ ვიღაცა არ გვითხოვს, მაგრამ იცოდეთ რომ იმ წრეზე თქვენი გზა არის. აქ მოძრაობთ პირდაპირ, მაგრამ ნახეთ, აი შესახვევი დაიმახსოვრეთ, აქ აუცილებლად. ნახეთ, ჩვენი გზა არის, ვაგრძელებთ ჩვენ მოძრაობას, მაგრამ აქ გახედვა არ უნდა დაგვავიწყდეს. აქ თუ არ გავიხედეთ, ამას გვითვლიან მძიმე შეცდომაში. წრეზე მოუხვიე მარცხნივ. აქაც აუცილებლად მარცხენა ხაზთან ახლოს უნდა ჩავიდეთ, რადგან ჩვენ წრეზე მარცხნივ უნდა განვახორციელოთ მოხვევა. ვიხედები მარცხნივ, არავინ არ მოდის ჩვენი მიმართულებით, შესაბამისად აღარ გავჩერდები, ვაგრძელებ მოძრაობას. აქაც დათმობის ვალდებულება მაქვს ამ წრეულზე, მაგრამ მარჯვნიდან არავინ არ მოდის, ამიტომ გაუჩერებლად გავაგრძელე მოძრაობა მარცხენა მიმართულებით. 50-იანი მონაკვეთია ეს მონაკვეთი. ძალიან ყურადღებით იყავით რა. მარშრუტები შეიცვალა, ძალიან კარგია, მოხარული ვარ, ლოგიკური მარშრუტებია, მაგრამ ავიცი, ალბათ დადგება დრო და დახაზავენ კიდეც ამას, იმიტომ რომ აი ეს დაუხაზავი მონაკვეთი ძალიან
მოკლედ ბევრ გაურკვევლობას იწვევს ხოლმე, ამიტომ წარმოსახვითი ხაზი ყურადღებით ვაკონტროლოთ. აქ დაბრძოლება არის, ვერ ვეტევით ჩვენ ზოლში, ამიტომ მარცხენა ციმციმის პრინციპი, გავზარდეთ დისტანცია, მარცხენა ზოლში გადასვლით, ოღონდ გადავდივართ საჭიროების სამებრ, იმდენით, რამდენიც გვჭირდება მარცხენა დისტანციის დასაკავებლად. მალე მოუხვიე მარჯვნივ. შემოვედი ისევ ხიდზე უკიდურესად მარჯვენა ზოლში და აქ ჩაურთე მაშინვე მარცხენა ციმციმა, ვიხედებით სარკეში, ვიხედებით მხარზე, ფანჯარაში და ვიცვლით ზოლს. თუ დაუშვათ ვერ გადახვედით ვინმე მარცხენა ზოლში მოძრაობა, შეგიძლიათ გააჩეროთ, გაატაროთ და შემდეგ გააგრძელოთ მოძრაობა მარცხენა ზოლში. დათმობის ვალდებულება წრეზე შემოსულია მანქანა, რომელიც აუცილებლად უნდა გავატაროთ. ვინც წრეზე მოძრაობს, გაატარეთ ყველა. ჩვენ ვჩერდებით, რა თქმა უნდა, სამკუთხედებთან. განთავისუფლდა. შევედით წრეზე უკვე ჩვენ ვსარგებლობთ მოძრაობის უპირატესობით. ამ შემთხვევაში ეს მარჯვნიდან მომავალი მანქანა ვალდებულია რომ დაგვითმოს. ოცდაათიანი მონაკვეთია. ხო, მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ ეს მარშრუტები ძალიან გამოგადგებათ იმ წარმოსახვისთვის, რომ ჩამოხვალთ საჩხერეში, უცხო აღარ იქნება, ასე თუ ისე მაინც ეს ქალაქი თქვენთვის, მაგრამ იცოდეთ, რომ ამ ვიდეოებით მარტო აქ ბევრი დეტალი შეიძლება იყოს გამორჩენილი, ისეთი მნიშვნელოვანი, რომელიც შეიძლება თუ არ გავითვალისწინეთ, გამოსტაზე გაგვიჭირდეს რა მოკლედ, რაღაცა გამოგრჩება და ჩაგვიწვია მძიმე შეცდომაში, ამიტომ აუცილებლად დაგვიკავშირდით. ამ მარშრუტებს ადგილზე კიდევ უფრო დეტალურად აგიხსნით, გასწავლით და უფრო მომზადებულები გახვალთ გამოცდაზე. მოგეხსენებათ, რომ საჩხერეში საგამოცდო გზაზე საჭესთან მოსავლეს ვერ დავსვავთ. ამისთვის ვისაც ტარებაში ჭირდება დახმარება, ვინც თბილისში ხართ, თბილისში მოგამზადებთ, ვინც საჩხერეში ჩამოდიხართ და აქ გინდათ რომ ისწავლოთ მანქანის ტარება, არა საგამოცდო გზებზე გასწავლით მანქანის ტარებას. ზუსტად იმ საგამოცდო წესების მიხედვით, რომელიც დაგჭირდებათ გამოცდაზე და არა მარტო საგამოცდო წესების მიხედვით, დამერწმუნეთ თბილისში ჩვენთან ვინც მოდის და ემზადება საგამოცდოთ, ის ჩვეულებრივად უკვე ჩამოყალიბებული მძღოლი გამოდის ჩვენი გაკვეთილების შემდეგ. იმდენად კარგი და ხვეწილი გზები გვაქვს არჩეული და საჭირო ზუსტად გამოცდისთვის. წარმატებას გისურვებთ ყველას. ტელეფონის ნომრებს მიუთითებთ, მე მგონი ჩვენი ავტოსკოლა თქვენთვის უცხო არავისთვის უკვე აღარ არის. დაგვიკავშირდით, ოღონდ წინასწარ რომ გავითვალისწინოთ თქვენთვის მორგებული დროები და საათები. 60-იან მონაკვეთში ვიმყოფებით. კიდე ერთხელ აღვნიშნავ ამ ვიდეოშიც, რომ თუ ვინმე ჩათვლით საჭიროთ, რომ უпростоრად თუ ვინმე თვლით, რომ არასწორად ჩაგჭრათ გამოცდილება, აუცილებლად გამოვიყენოთ გასაჩივრების მექანიზმი. სამართლობას არ კონდეს ადგილი. ძალიან კარგად მოქმედებს ეს მექანიზმი. სამართლიანად. ანუ მივცევთ გამომცდელებს იმის უფლებას, რომ თავის შკოლაზე გადაწყვიტონ ყველაფერი და როგორც უნდათ ისე ჩაჭრან კანდიდატები. ამიტომ ჩვენი მხრიდან რაც არის ზეწოლა გასაკეთებელი, ზეწოლას რომ კარგი გაგებით, რა თქმა უნდა, გავაკეთოთ და ვაიძულოთ ისინიც, რომ სამართლიანად ჩაატარონ გამოცდა. Სამას მეტრში წრეზე მოუხვიე მარცხნივ.
მალე წრეზე მოუხვიე მარცხნივ და კიდევ მოუხვიე მარცხნივ, ხო? ჩავერთეთ მარცხენა ციმციმა. მოკლედ დავაკვირდეთ, აი ახლა ეს მანქანა რომ მოდის, მაგალითად არ მოდის ჩვენსკენ, თორე აი აქ ამ კუნძულთან დაველოდებოდით, შევდივართ წრეზე, ნახეთ წრე, კუნძული, თუ ახლა მარჯვნიდან მანქანა მოდის და მოდის, აუცილებლად წრეს და კუნძულს შორის უნდა გავჩერდეთ. გავატარებთ და გავაგრძელებთ მოძრაობას. სამოციანი მონაკვეთია. გავსორდებით თუ არა დროულად დავიწყოთ აჩქარება. ეს არის ახალი ნომერ მეორე საგამოსტო მარშრუტი, მეგობრებო, რომელიც ჯერ პრაქტიკაში არ წასულა, სავარაუდოდ ხვალიდან ჩაირთვება 22 ივლისიდან და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ რამე გამოსასწორებელი იქნება ამ მარშრუტში, დავაკვირდებით რამდენიმე დღე და შემდეგ შემოგთავაზებთ ცვლილებებს, მაგრამ ამ ეტაპზე გამოგადგებათ მოკლედ ძალიან დიდ საქმეს გაგიკეთებთ. 60-იანი მონაკვეთია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ წინ მიმავალ მანქანასთან აუცილებლად გამოვიყენოთ უსაფრთხო დისტანცია, ან უსაფრთხო გასაჩერებელი მანძილი დავიკავოთ. დისტანციებს როგორც წინ, ასევე გვერდთა დისტანციებს ძალიან დიდი ყურადღება მივაქციოთ, მეგობრებო. ამ დეტალებს შემდეგ გაკვეთილზე ყველაფერს გასწავლით, აგიხსნით, რა და როგორ უნდა გააკეთოთ. ასე რომ არაფერზე არ ინერვიულოთ, საკმაოდ ნორმალური, კიდევ ერთხელ არ შემიძლია რო არ აღვნიშნო, ლოგიკური, კარგი მარშრუტებია დამწყები მძღოლისთვის. ეს გზები კიდევ რო დაიხაზება, მე კიდევ უფრო გაგიადვილდებათ ამ ყველაფრის გააზრება. ყველას გისურვებთ წარმატებას მთელი გულით. მე პირადად და მთელი ჩვენი ავტოსკოლა. ეს ჩვენი ლაშა მასწავლებელი, რომელიც არის სიკეთით სავსე ადამიანი. ძალიან კარგი გზები გვაქვს თბილისში შერჩეული კანდიდატებისთვის, მოკლედ ძალიან, აი მართლა მორგებული, ამით რეკლამას არ ვაკეთებ, თუ გინდა კიდეც ვაკეთებ, არ არის პრობლემა, მაგრამ მართლა აი გულით გეუბნებით, რომ ძალიან ეს ბევრი შრომა დამჭირდა იმისთვის, რომ ეს გზები ესე ამირჩიათ და დამილაგებია, მოკლედ და მოგზანდით, იმედიანად იყავით, მოგამზადებთ, ისე რომ არაფერი სანერვიულო არ გექნებათ. ბევრ სიახლეებს შემოგთავაზებთ კიდე ამ ზაფხულზე. ბევრ სიახლეებს, ბევრ საგამოსტო ქალაქებს კიდევ ჩაგიწერთ ვიდეოებს. მოკლედ ეს მანქანები ძალიან ნელა გადავაბენ ამ ადგილზე რა. ეს 30-იან მონაკვეთში შევდივართ ახლა, სკოლა არის და ყურადღებით უნდა იყოთ. ძალიან არასწორი იყო ეს ბაზარი, როცა იყო საგამოსტო გზებში რა. იმდენად მოუწესრიგებელი ტერიტორია იყო, ჯერ ის მოსატრიალებელიც რაღაც ავადმყოფოს კარებში მოტრიალება გამოცდაზე, არ ვიცი თავის დროზე ის ვის მოუვიდა აზრად, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ახლა მოვიდნენ, მოკლედ მოიყვანეს დღეს ეს სიტუაცია, რომ ეს ბაზარი ამოიღეს, მოკლედ რა, რაც არ იყო ნამდვილად ლოგიკური. მეგობრებო, შევდივარ წრეზე, მოვხვიე მარჯვნივ, გვეუბნება კომპიუტერი. დათმობის ვალდებულება გვაქვს, ვიხედებით მარცხნივ, ყურადღებით
აი ამ მანქანას ვაკვირდებით, ნახეთ ეს უნდა დაგვეთქვა აუცილებლად. შემდეგ კიდევ ვაკვირდებით, ის მანქანები მოკლედ არ მოდიან მარჯვენა ზოლში, მარცხენა ზოლში აგრძელებენ მოძრაობას, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია რომ გავაგრძელოთ მოძრაობა. ხიდზე ვართ. 25-ია მაქსიმალური სიჩქარე. მარჯვენა ზოლში მოძრაობთ, მოუხვიე მარცხნივ გეუბნება კომპიუტერი. აქვეითა გადასასვლელია და ყურადღებით იყავით. მოუხვიე მარჯვნივ. ჩავრთავთ მარჯვენა ციმციმას. აქ ჩვენ უპირატესობა გვაქვს რა თქმა უნდა მოხვევის დროს. ამოვედით დასახლებულ პუნქტში, აქ არის მაქსიმალური სიჩქარე 40. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სივრცე თუ გვექნება თავისუფალი, აუცილებლად ვიმოძრაოთ მაქსიმალური სიჩქარით. აი აქ ახლა 35-დან 40-ის პარკლებში უნდა ვიმოძრაოთ. აქ ნახეთ დაბრკოლება გვაქვს, ჩვენ ზოლში ვერ ვეტევით, ჩავრთეთ მარცხენა ციმციმა, წინიდან არავინ არ მოდის, სარკეში არავინ არ მოდიოდა, არც პანჯერაში გახედვის დროს საფრთხე არ იყო და გადავედით მარცხენა ზოლში. საჭიროების ამებრ და არა მთლიანად. ჩავრთეთ შემდეგ მარჯვენა და ისევ დავბრუნდით მარჯვენა ზოლში. წრეზე იმოძრავე პირდაპირ. აქაც დათმობის ვალდებულება გვაქვს. მივდივართ ყურადღებით, ვიხედებით მარცხნივ. მარცხენა მხრიდან თუ მანქანა წრეზე იქნება შემოსული, მაგრამ ის მანქანა ჩვენსკენ არ მოდის. გაუჩერებლად გავაგრძელებთ მოძრაობას. მოკლედ, თუ წრეზე მანქანა შემოსული იქნებოდა, რა თქმა უნდა, ჩვენ გავჩერდებოდით და დაველოდებოდით. ისევ 40-იან მონაკვეთში ვართ. მალე მოუხვიე მარჯვნივ. ეხლა შევდივართ ლესელიძეზე, სადაც აი ამ მოსახვევში უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით. აქ მოხვევის დროს უნდა მოუხვიოთ აუცილებლად ჩვენ პირველივე მარჯვენა ზოლში. აი ესე ნელა სიფრთხილის გამოყენებით შემოვდივართ. ნახეთ, შემოვედით, აქ დაგვხვდა დაბრკოლება, არ ვჩქარობთ, ჩავრთეთ მარცხენა ციმციმა, სარკე, პანჯარა, წინიდან არავინ არ მოდის, გადავედით მარცხენა ზოლში, ჩავრთეთ მარჯვენა ციმციმა და ისევ დავბრუნდით მარჯვენა ზოლში. აქ ახლა ყურადღება მივაქციოთ მეგობრებო. ნახეთ ისევ დაბრკოლება გვაქვს, ხო? ჩავურთოთ მარცხენა ციმციმა. საყურადღებო მომენტია, უკუსლით მოძრაობს მანქანა, გააჩერა. კი ბატონო, შეგვიძლია გავაგრძელოთ მოძრაობა. ნახეთ მარცხენა ზოლში ვართ. ჩავურთეთ ახლა მარჯვენა, შემოვედით ისევ მარჯვენა ზოლში, მოუხვიე მარცხნივ გეუბნება კომპიუტერი. მოუხვიეთ, ჩავდივართ ქვემოთ. და აქ მარჯვენა მხრიდან ახლა შეგვხვდება ორი გზა, რომელიც უერთდება ჩვენ გზას და გახედვა არ დაგვავიწყდეს მარჯვენა მხარეს. ისევ დაბრკოლება. ყურადღებით ჯერ წინ ვიხედებით, რა თქმა უნდა, შემდეგ სარკეში და პანჯერაში განვახორციელებთ გვერდის ავლა საპირისპირო ზოლში და დავბრუნდით ისევ მარჯვენა ზოლში. აი მეგობრებო, აქ დაიმახსოვრეთ ამ ნიშნით, ამ დაღმართით. აი აქ არის დაბრკოლება არის, მაგრამ ნახეთ, აი აქ გავიხედე, არავინ არ არის. ჩვენ ჩავდეგით ისევ ჩვენ ზოლში. მოძრაობას ვაგრძელებთ პირდაპირ. მაგრამ აქაც ნახეთ გზა გვიერთდება, ამიტომ აუცილებლად ამ გზასაც გავხედეთ, ოღონდ იცოდეთ რომ თქვენ მთავარ გზაზე მოძრაობთ. გავაგრძელებთ მოძრაობა პირდაპირ. აქ არის ასფალტის ხელოვნური ბარიერები, რომლებიც ცოტა არასტანდარტულია, ამიტომ მინიმუმამდე დაიყვანეთ სიჩქარე და რბილად გადადით. როდესაც ბარიერზე გადავალთ, გადასვლის შემდეგ დროულად უნდა ავაჩქაროთ სიჩქარე, რა თქმა უნდა, დასაშვები მაქსიმალური სიჩქარის ზღვარში. დაბალი სიჩქარით გავივლით, რადგან საპირისპირო ზოლში მოძრავი მანქანა ჩვენ ზოლში გადმოვიდა და დისტანციები შეგვიმცირდა, ამიტომ ჩვენ სიჩქარე შევანელეთ.
ეს არის სანაპიროს ქუჩა იყო, გამოვედით მაგთის ოფისთან, მოძრაობა გააგრძელეთ პირდაპირ გვეუბნება, აქ აუცილებლად ჩავურთეთ მარცხენა ციმციმა, რადგან ზოლის ცვლილებას განვიცდით, გავიხედეთ მარცხნივ ხიდისკენ არავინ არ მოდის ჩვენი მიმართულებით, ამიტომ გაუჩერებლად გავაგრძელეთ მოძრაობა. თავარ გზაზე ვიმყოფებით. ქვეითთა გადასასვლელია, აქ აუცილებლად უპირობოდ მივიდეთ, გავჩერდეთ, გავაჩეროთ მანქანა, დავრწმუნდით, რომ არ გადმოდიან ქვეითები და გავაგრძელეთ მოძრაობა. აი რამხელა სიფრთხილე უნდა ზებრას, როგორ უცბად გადმოვიდა ქვეითი, უკნიდან დაგვისიგნალეს, მალადეც. მოძრაობას ვაგრძელებთ პირდაპირ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ უკვე დაიჭიროთ მარჯვენა მხარე და გააგრძელოთ მოძრაობა მარჯვენა ზოლში. თავარ გზაზე მოძრაობთ, აქაც ქვეითთა გადასასვლელი და მანქანა გვეფარება, დასაწყის ვერ ხედავთ, ამიტომ ცოტა შევანელე, დავრწმუნდი, რომ არავინ არის და გავაგრძელეთ მოძრაობა. შევდივართ 50-იან მონაკვეთში. ვიდეო კამერა ცოტა ცხელდება ხოლმე და ამიტომ მოდი შეგერთით, ვარ გამეთიშოს. აქ ცოტა გაფუჭებული გზა არის და სიფრთხილით გავიაროთ. 50-იან მონაკვეთში მოძრაობთ. უკვე მივდივართ სააგენტოში. აქ მთავარია, რა თქმა უნდა, ავაკონტროლოთ სიჩქარე. და ყურადღებით, აი ნახეთ, საქონელია გზაზე, ამიტომ დავიწყეთ შენელება. ეხლა გავერკვევით რა მიმართულებით აგრძელებს მოძრაობას, დისტანციით უნდა ვიყოთ აუცილებლად, ახლოს არ უნდა მივიდეთ. მოკლედ დაბრკოლება არის, გადავდივართ საპირისპირო ზოლში. დებატონო. შევდივართ 60-იან მონაკვეთში. გამსრები მანქანა, ლაშამასალებულო, ყოჩახ შეანელე დაინახე, მალადეც, ანუ გამსრები მანქანა არ გამოგვეპაროს. ძალიან ყურადღებით იყავით. ეს მარშრუტები, მეგობრებო, ძალიან გამარტივებულია და ძალიან კარგია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ იმდენად სულ სწორ გზაზე დადიხართ ხოლმე, რომ გამსრებ მანქანების დიდი საფრთხე არსებობს. ამიტომ ძალიან ყურადღებით იყავით, ძალიან ყურადღებით. 70-იანი მონაკვეთი, შევედით 70-იან მონაკვეთში. ერთხელ აქ კომპიუტერი გვეტყვის, რომ ვიმყოფებით დასკვნით ეტაპზე. გაგვაფრთხილებს 500 მეტრში მოუხვიე მარცხნივ. შემდეგ 300 მეტრში გვეტყვის მოუხვიე მარცხნივ.
და როდესაც გეტყვით მალე მოუხვიე მარცხნივ, ჩართავთ მარცხენა ციმციმას მაშინვე დაიწყებთ შენელებას, მიიწევით მარცხენა ხაზთან ახლოს. სააგენტოს შესასვლელი კარებთან მიხვალთ, წინიდან თუ ვინმე მოდის გამოვატარებთ. სარკეში და პანჯერაში გაიხედავთ, როდესაც დარწმუნდებით რომ მარცხენა ზოლი თავისუფალია, ამ დროს გააკეთებთ მარცხენა ზოლის კვეთას და შეხვალთ მომსახურების სააგენტოში. წარმატებები ყველას. აი ამ კარებში უნდა შეხვიდეთ. ეხლა ვეღარ შევალთ. წარმატებას გისურვებთ.